ყველას ძალიან მიხარია რომ დღეს კიდევ ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს და რადგანაც ბოლო ეთიკის შესახებ ლექციიდან არ არის დიდი ხანი გასული, მხოლოდ წინა ლექცია მამასაბას წაკითხვილი ფსიქოლოგიის შესახებ უსწრებდა წინა ჩვენს დღევანდელ შეხვედრას და სულ რაღაცა ესე ორი შეხვედრის წინ ვისაუბრეთ ეთიკის თემებზე, ვფიქრობ რომ დღეს კიდევ უფრო კარგად მოვახერხებთ ამ საკითხებზე მსჯელობას და შეიძლება ითქვას თუ წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ეთიკაზე და მის თეორიულ ფილოსოფიურ მხარეზე, დღევანდელი შეხვედრა მეტად პრაქტიკული ხასიათის იქნება და ამაზე მისი სათაურიც მოწმობს ბიოეთიკა, ანუ ეთიკა, რომელიც აფასებს და შეაფასებს ცხოვრებისეულ, ანუ ბიომოვლენებს, სიცოცხლესთან და ყოფიერებასთან, ყოფასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ეხლა მე გავაზიარებ ეკრანს, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ 4 ფაილი იქნება გადმოგზავნილი ჩატში და შეგიძლიათ, რომ ჩვენი დღევანდელი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩამოტვირთოთ. იქ იქნება რამდენიმე საჭირო მასალა გამოგზავნილი და ვიდრე ჩვენი ზუმი გაგრძელდება, შეგიძლიათ, რომ ჩამოტვირთოთ. ახლა ვაზიარებ ეკრანს, თაზე გთხოვთ, რომ ტექნიკურად დაგვეხმაროთ. და გთხოვთ დამედასტურო, რომ ჩანს ეკრანი. ჩანს? გაცნეს მოლოდინშია და ალბათ გაიხსნება ახლა. ხავიდა რომ გათიშოთ თქვენ სადო, იმიტომ რომ სნის, მაგრამ ჯერ არ გაუსწია. დიახ. ახლა ახლა გაზიარდა. დიახ. ახლა გაზიარდა. რომ ზუმი არის ეს ჩასაკეთე ალბათ. დიახ. აი გაზიარდა, კი ბატონო. მოკლედ დიდი ბოდიშია რაღაც ორი ტექნიკური თემისთვის დავიწყოთ ჩვენი საუბარი. მოკლედ როგორც მოგახსენოთ ახლა ჩატში გამოგზავნილი იქნება დოკუმენტები, რომელთა გადმოწერაც ლექციის მსვლელობისას უკვე შეგეძლებათ. ბიბლიოგრაფია არის ბიოეთიკის ზოგადი კურსისთვის, ასევე ბიოეთიკის საბჭოს დებულება, საქართველოს ეროვნული საბჭოს დებულება, ვისაც დეტალები აინტერესებს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ აქ გვესწრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც და მათი უშუალო ინტერესი შესაძლოა იყოს ეს სფერო, ასევე იქნება სტატია ხელოვნური ინტელექტზე ინგლისურ ენაზე, ხელოვნური ინტელექტის აზიური ასპექტები და კონკრეტულად რამდენიმე ბუდისტურ მონასტერში მცდელობა რელიგიური გამოცდილებების რობოტიკასთან შეერთების საკმაოდ ესეთი სკანდალური ექსპერიმენტი ჩაატარეს რობოტებზე და შეგიძლიათ უბრალოდ ინტერესის გამო გაეცნოთ. საკმაოდ საინტერესო სტატიაა და აგრეთვე არის კიდევ ერთი ფაილი მასალა საქართველოში ბიოეთიკის განვითარების მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც ასევე ჩვენს პრეზენტაციაშიც გვექნება მოხსენიებული. ვიდრე ლექციას დავიწყებდეთ ეთიკის შეხვედრიდან, ბოლო შეკითხვას მინდა რომ ვუპასუხო, უпроსტად მოვიტოვო საპასუხოდ ცოტა მოგვიანებით. შეკითხვა იყო ხელოვნური განაყოფიერების დროს, ინვიტროს დროს უცხო დონორზე, ჰეტეროგენულს უწოდებენ ამას ტერმინოლოგიაში, უცხო დონორის როლზე. ამ კითხვას ზუსტად დღეს ვუპასუხებთ საბერძნეთის წმინდა სინოდის სინოდალური ოქმების მიხედვით, დადგენილებების მიხედვით. მანამდე კი შესავლისთვის გავიხსენოთ ლექციიდან
თუ რა ითქვა მოკლედ ეთიკაზე, რომ ეთიკას გააჩნია ორი გამოვლენა, ისტორიული და ფილოსოფიური. ისტორიული გამოვლენა შეისწავლის ეთოსს და ადამიანთა ქცევის ნორმებს, რომელი მოსაცრომში, ხოლო ფილოსოფიური ეთიკა ეთიკური ფენომენის არსს შეისწავლის. მოკლედ რომ მithქვას, ეთიკა ადამიანური ყოფიერების მეცნიერებაა. და აი ეს გამოგვადგება ზუსტად ბიოეთიკის თემებზე სასაუბრად. მეორე ასპექტი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მართლმადიდებლობაში ცოდვა არ არის უბრალოდ მორალური დანაშაული, შესაბამისად ამაზე მხოლოდ შეიძლება არ შეიძლება კატეგორიებით ვერ ვისაუბრებთ და გაცილებით უფრო ღრმა განხილვას საჭიროებს და მესამე ასპექტი იყო უკვე არეტი, რაც ბერძნულიდან მოდის და სათნოების სიკველის შესახებ სწავლებაზე ვისაუბრეთ და შემდეგ უკვე ქრისტიანობაში როგორ აისახა ეს. აი დღეს უკვე მძიმედ ესეთი სერიოზული სამედიცინო და ტექნიკური თემებით რომ არ დავიწყოთ, შეგახსენებთ ერთ ძალიან საინტერესო ფრაგმენტს, სხვათა შორის ფილმი არის, საკმაოდ ესეთი ცნობილი ფილმია 2012 წელს გადაღებული, არც ისტორიული, არც რაღაც განსაკუთრებული დატვირთვის, თუმცა ძალიან ნიშანდობლივ რაღაცას ამბობს ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის, დედის საშოდან სამარემდე ჩვენ სხვასთან ვართ დაკავშირებული. წარსული და აწმყო, ყოველი კეთილი და ბოროტი საქმით ჩვენ ვშობთ ჩვენსავე მომავალს. ანუ აქ ძალიან კარგად არის აღნიშნული ზუსტად ადამიანთა მოდგმის ალტრუისტულ პრინციპებზე, ადამიანის კავშირზე კეთილ და ბოროტ ძალასთან და აი აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რატომ მაინც და მაინც ეთიკა, რატომ ბიოეთიკა. ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რომ ბიოეთიკის, ასე ვთქვათ, აღმავლობა როგორც დისციპლინის იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით ნურენბერგის პროცესის შემდეგ 1947 წელს, როდესაც დაიგმო ბიოსამედიცინო კვლევაში ადამიანების საცდელ ნიმუშებად გამოყენება და ეს საიდან მოდის? ნაცისტური გერმანიიდან, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებში, ხედავთ კიდევაც ფოტოზე ადამიანების მდგომარეობას ამ ბანაკებში, საკონცენტრაციო ბანაკებში ექიმები ატარებდნენ ფარმაკოლოგიურ ცდებს ადამიანებზე და საკმაოდ სასტიკ ცდებს. აქედან გამომდინარე ცივილიზებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო დონეზე აელაგმა უთავბოლო და გაუკონტროლებელი სამედიცინო ექსპერიმენტები. და განსაკუთრებით აელაგმა ისეთი ფენომენი და ისეთი ფენომენის განვითარება, როგორც არის სიცოცხლის სრული დესაკრალიზაცია და ბიოლოგიზაცია. ანუ ადამიანს მოხსნოდა ყოველგვარი საკრალური არსი და გადაქცეულიყო საცდელ მასალად. რა ვიცით ბიოეთიკაზე ზოგადად? როდესაც გვესმის ბიოეთიკა, ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ეს არის რაღაცა რთული დისციპლინა, რომელიღაც კონკრეტული დარგი, რომელიც მოითხოვს რაღაც სპეციფიურ ცოდნას. რეალურად ბიოეთიკა ეს არის კომპლექსური შესწავლა ბევრი დისციპლინის და მათი განხილვა ეთიკურ ასპექტში. მათი განხილვა ყოველდღიურ ყოფით ასპექტში და ამ საკითხების დაყენება ფილოსოფიურ, თეოლოგიურ დონეზე, რომ არ მოიშალოს აი ეს მორალური და სულიერი ფუნდამენტები და მართლაც ადამიანის სრული დესაკრალიზაცია, მისთვის წმინდა და ღვთისგანქმნილის საძირკვლის გამოცვლა რო ავიცილოთ თავიდან. მოკლედ, ჩვენ ბიოეთიკა არსებობს უკვე ჩვენ ცხოვრებაში, აი წარმოგიდგენთ მაგალითად, ძალიან ბევრ ჩვენგანს უნახავს მაგალითად ფილმი არასოდეს გამიშვა და ასევე წიგნიც არსებობს, რომლისთვისაც კაზუო იშიგურომ იაპონელმა მწერალმა 2017 წელს ნობელის პრემია აიღო. ასევე ჩვენ, რა ვიცი, ბევრ შესაძლოა ნანახი გქონდეს შენ ჯეკს არ იცნობ, ასეთი ფილმი არის, რომელიც გადაღებულია რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით, ჯეკ გევორქიანის ისტორიაზე. ეს იყო პირველი ექიმი, რომელმაც სამედიცინო სუიციდი, ეგრეთ წოდებული ევთანაზია სცადა და დანერგა პრაქტიკაში.
პაციენტთათვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით. რა არის ტანჯვა და ტკივილი ქრისტიანისთვის, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ესეც ერთგვარი განსახილველი თემაა ბიოეთიკისთვის. ასევე ძალიან ბევრ ჩვენგანს წაკითხული აქვს გურამ ფანჯიკიძის სპირალი 1986 წელს გამოვიდა თუ არ ვცდები და ეს ეხება ტრანსპლანტოლოგიას. მაშინ სამეცნიერო ფენტეზის ჟანრში იყო ეს წიგნი, მაგრამ ეხებოდა ისეთ პრობლემატიკას, როგორიც არის თავის ტვინის ტრანსპლანტოლოგია, გადანერგვა და ამის საფუძველზე პიროვნული ცვლილებები. ძალიან ღრმა ფილოსოფიურ თემებს ეხება ერთი შეხედვით სამეცნიერო ფენტეზი. ასევე ბოლო დროს გამოსული დანიელ ვისერის მთის დედოფალი თარგმნილია და საქართველოში მაღაზიებში ხელმისაწვდომია, რომელიც ეხება ასევე ევთანაზიის ლეგალიზაციას შვეიცარიაში კონკრეტულად და ადამიანის წუხილს და სატკივარს, რომელსაც გაფანტული სკლეროზი აქვს და მას ვერ გადაუწყვეტია საკითხი გაიკეთოს თუ არა ევთანაზია საკმაოდ მიმზიდველი ენით და მარტივად დაწერილი წიგნია. აგრეთვე ბოლოდროინდელი ფილმებიდან თქვენ ხედავთ ველური რობოტი, რომელიც საკმაოდ გულთბილი და საყვარელი ანიმაციაა, თუმცა ეხება ისევ ხელოვნური ინტელექტის პრობლემას. ჩვენი წინამდებარე თემები თუ ეხებოდა ფილმები მაგალითად სამედიცინო ეთიკას და მათზე დაყრდნობით შეგვიძლია რომ ძალიან ნაყოფიერად და პროდუქტიულად ვისაუბროთ სხვათა შორის მაღალ კლასებში, აუდიტორიებში და ცოცხალი დიალოგი წარმართოთ. ეს წინამდებარე ფილმები უკვე ეხება ხელოვნურ ინტელექტს. ველური რობოტი, მე დედა ვარ, რომელიც ასევე რობოტზე და მასში გაჩენილ ადამიანურ გრძნობებზეა. ასევე შედარებით ძველი ფილმი იგი ქალზეა საუბარი, რომელიც ვიტყოდი რომ არის პიგმალიონის, მითოლოგიური პიგმალიონის ტექნოლოგიური ვერსია. პიგმალიონი ვიცით რომ ხატვარი იყო სკულპტორი უბრალოდ ბერძნულ მითოლოგიაში, რომელსაც საკუთარი ქმნილება შეუყვარდა. აქაც ამ ადამიანს გრძნობები უჩნდება კომპიუტერული ქმნილების მიმართ. როგორც ხედავთ, ბიოეთიკის პრობლემატიკა ლიტერატურაშიც ხდება, კინოშიც ხდება და ზოგადად ეხება სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები. არის თუ არა საერთოდ ბიოეთიკა მეცნიერების დარგი? მე ვიტყოდი რომ არ არის დარგი. ეს არის ინტერდისციპლინარული კვლევა, რომელიც აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორც არის ტექნოლოგიები, მედიცინა, იურისპრუდენცია, თეოლოგია და ასე შემდეგ. უბრალოდ თეოლოგიას ვერ განვიხილავთ როგორც ერთ-ერთ თანაბარ დარგს ამ ყველა ჩამოთვლილთან, არამედ თეოლოგია არის ერთგვარი პინა სასწორის, რომელიც აფასებს და ასე ვთქვათ, კალაპოტში აქცევს ამ ყველა დანარჩენს. თავარი კითხვა ბიოეთიკისთვის არის თუ არა ადამიანი სუბიექტი, თუ ობიექტი. შემიძლია მე რომ სხვა ადამიანი მყავდეს ცდის ობიექტად, შემიძლია მე რომ ამავდროულად ვიყო ქმნილებაც და შემოქმედიც? თეორიულად რო განვიხილოთ ახლა და რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ბიოეთიკაზე, სამედიცინო ბიოეთიკა და სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხი არის ერთი მხარე, ხოლო საკითხის მეორე მხარეა ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები. რა საკვირველია ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე მედიცინაშიც აქტიურად არის ჩართული და ამ ორს ვერ განვიხილავთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. უბრალოდ აი ესე ფილოსოფიურ დონეზე თუ რა არის ზოგადად ხელოვნური ინტელექტი და რატომ არის ეპოქის ერთგვარი ნეოფილოსოფია, ამაზე საუბარი კიდე დამატებით შეიძლება. როცა სამედიცინო ეთიკა და ბიოეთიკა უკვე წმინდად პრაქტიკული, ასე თქვათ, კლინიკური სფეროს საკითხებს მოიცავს. რაც ეხება სიტყვას ბიოეთიკა, რომელიც უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ, 1971 წელს ვან რენსელერ პოტერმა განსაზღვრა ეს ტერმინი და მოიხსენია როგორც სიცოცხლის და უკეთესი ცხოვრების მეცნიერება. უკეთესი ცხოვრება უკვე ძალიან ფართო ცნებაა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რას ნიშნავს უკეთესი ჩვენთვის ქრისტიანთათვის და რას ნიშნავს სეკულარული საზოგადოებისთვის. ბიოეთიკას ორი დარგი აქვს, ასე ქვედარგები.
ფლორასთან დაკავშირებული საკითხები, ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებს მწვანეს უწოდებენ, მწვანე ბიოეთიკას, ხოლო ფაუნას და ადამიანებთან დაკავშირებულ წითელ ბიოეთიკას უწოდებენ. ახლა ვახსენოთ ბიოეთიკის 4 ძირითადი ფუნდამენტი, რომელიც მოხსენიებული ჰქონდათ თავიანთ ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომში Bishops და Childress ბიოეთიკის და ფილოსოფიური ეთიკის, ასე ვთქვათ, თანამედროვე ეპოქის მამებს. ეს წიგნი ბიბლიოგრაფიაშიც იქნება და შეგიძლიათ იხილოთ, ფაილებს გამოგზავნე თქვენი დიალოგის მიმდინარეობისას, ახლა რომ არ გავთიშო პრეზენტაცია. ბიოეთიკის 4 ძირითადი ფუნდამენტი არის ავტონომია, ადამიანის უნარო დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ზიანის მიუყენებლობა სხვისთვის, ალტრუიზმი და სარგებლიანობის პრინციპი და სამართლიანობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანობას. ამ ყველაფერს ვერ განვიხილავთ ქრისტიანობისგან მოწყვეტით და როგორც ჩვენ წინა ლექსიის დროს ვნახეთ, სულიწმინდის ნიჭები, რომლებსაც იხსენიებს პავლე, რეალურად დღევანდელი ეპოქისთვისაც იდეალებს წარმოადგენს და ზუსტადაც რომ მოდის სახარებისეული ფუნდამენტიდან. ასევე ეს პრინციპებიც ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, თუნდაც თავისუფალებას, რომელსაც შეიძლება დღეს ავტონომია ერქვას, მაგრამ მაინც ვერ განვიხილავთ ამ ქრისტიანულ ანთროპოლოგიური სწავლებიდან მოწყვეტით. ეხლა რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს. ვიდრე კონკრეტულ თემებზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც ეპოქის ნეოფილოსოფიაზე, როგორც ახლებურ ფილოსოფიურ ხედვაზე. ვახსენე კიდევაც ეს ტერმინი ნეოფილოსოფია, იმიტომ ვამბობ ასე, რომ რეალურად ხელოვნური ინტელექტი ბევრად ცდება რობოტიკას და კონკრეტულ ტექნოლოგიურ სარგებელს. და რობოტიკა ხანდახან გვევლინება როგორც ნეოანთროპოლოგია, ანთროპოლოგიის სრულიად ახლებური ხედვა. ამის ერთ-ერთი დასტური არის მაგალითად რობოტი სოფია, რომელზეც იყო საუბარი, რომ პირველი მოქალაქე გახდებოდა როგორც რობოტი, რობოტებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზეც იყო საუბარი. თუმცა ეს რომ მოხდეს, რეალურად უნდა მაღალ დონეზე განვითარდეს, ჯერ კიდევ განვითარების პროცესია ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, artificial general intelligence ქვია, ანუ არის ილუზია, ჯერჯერობით და იდეალი ტექნოლოგიისთვის, რომ მიაღწიოს მანქანამ ისეთ ზომას, ისეთ მასშტაბებს, რომ მან შეძლოს ადამიანის ჩარების გარეშე აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი შემკრებია ინფორმაციის და ის ბოლომდე ვერ აწარმოებს. ის არ არის დამოუკიდებელი მწარმოებელი, თუმცა ოცნება არის დღევანდელი ტექნოლოგიური მეცნიერების, რომ მიაღწიოს ამ ეტაპს. ამ უმაღლესი ეტაპის ერთ-ერთი დასტური არის სინგულარიტი, რომელზეც აქტიურად საუბრობს ფუტურისტი და მეცნიერი რეი კურცველი. რეი კურცველი, რომელიც ამ წიგნის ავტორი გახლავთ, რომელსაც ხედავთ ეკრანზე, იღებს რაღაც მედიკამენტებს, რათა მიაღწიოს სინგულარობის მომენტს 2045 წელს, როგორც იგი ვარაუდობს, და სინგულარობის მომენტი არის, როდესაც ადამიანური გონი შეერწყმება მანქანას და ჩვენ გადავლახავთ ისეთ უძლურებებს, როგორიც არის ტკივილი, სიკვდილი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის დღევანდელი ეპოქის ფილოსოფიური ქვა, შეიძლება ითქვას, და მიზნად ისახავს ღმერთის გარეშე სიკვდილის, ტკივილის და დაცემული ბუნების მახასიათებლების გადალახვას. ანუ ეს არის ერთგვარი ზეადამიანი, ზეკაცი. ვიტყოდი, რომ როგორღაც მოხდა, რომ კაცობრიობამ ნიცშეს ზეკაციდან დღეს აი სინგულარობის ზეკაცამდე მიაღწია და იმაში, რომ ეს არის ღმერთის გარეშე პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობა და ეს არის ერთგვარი ახალი მოდელი სამყაროსი, მოწმობს აი ამ წიგნის სათაურიც თქვენ ხედავთ ეკრანზე, როდესაც ადამიანები გასცდებიან ბიოლოგიას, ასე ვთქვათ, და გადალახავენ ბიოლოგიას, ამაზეა საუბარი და აი ქვესათაურიც და სათაურიც უკვე მოწმობს, როგორი გამომწვევი არის ამ
მიმართულების, მეცნიერების დამოკიდებულება სამყაროს ახალი მოდელისადმი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვგმობთ, რა თქმა უნდა, სიახლეებს, პროგრესს, უბრალოდ როგორც ჩვენ წინა ლექციაზე ვახსენეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავიმეოროთ ის დამოკიდებულება, რომელიც შეგვხვდა ადამთან და ევასთან, რომელთაც ღმერთის გარეშე მოისურვეს განღმრთობა. ღმერთისგან მოწყვეტილი პარალელური რეალობის შექმნა მოისურვეს, რომ კი ჩვენ ღმერთმა გვითხრა რაღაც, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც შეგვიძლია ვიყოთ კარგად. და რეალურად აი ეს მოდელი, რომელსაც კურცველი გვთავაზობს ყოველ შემთხვევაში წინამდებარე წიგნში, სრულიად განსხვავდება თეოცენტრული და ანთროპოცენტრული ხედვისგან და გადართულია უკვე მანქანურ აზროვნებაზე და ადამიანის ასე ვთქვათ ტექნოლოგიზაციაზე, რაც თავისთავად ძალიან შეცვლის ანთროპოლოგიურ პარამეტრებს. ეს მოკლედ რომ ითქვას, ამ თემაზე დიდად აღარ გავაგრძელებთ საუბარს, უბრალოდ ესეც ერთ-ერთი სამსჯელო თემაა ბიოეთიკისთვის, სადაც კითხვები მეტი არსებობს ვიდრე პასუხები. და გადავალთ უკვე ეკლესიის დამოკიდებულებაზე ამ ეთიკური საკითხების მიმართ. ფოტოზე თქვენ ხედავთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს, რომელიც მოხსენიებულია როგორც მწვანე პატრიარქი და საუბრობს კლიმატურ ცვლილებებზე და მათ მორალურ გამოწვევებზე. პირველი გამოხმაურება ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ბიოეთიკის საკითხებზე გახლდათ ეფესოს ეპისკოპოს ქრიზოსტომოს კონსტანტინიდის სტატია თემაზე ხელოვნური განაყოფიერება და თეოლოგია, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს პერიოდულ გამოცემაში მართლმადიდებლობა დაიბეჭდა 1958 და 1959 წლებში. რასაკვირველია იმ დროისათვის ინვიტრო განაყოფიერება არ იყო იმდენად განვითარებული როგორც დღეს და მეთოდიკა, რომელზეც ის საუბრობს დღეისთვის მოძველებულია და საჭიროებს განახლებას და გადახედვას ეს სტატია, თუმცა იმ პერიოდისთვის საკმაოდ ნოვატორული ნაბიჯი იყო ამ თემებზე საუბარი. თუმცა მსოფლიო საპატრიარქოს არ დაუსრულებია ამით თავისი გამოხმაურება ბიოეთიკის საკითხებზე და ზოგადად თანამედროვე პრობლემატიკაზე და საგანგებო კომისიაც აქვს ბიოეთიკაში 2018 წლამდე ბიოეთიკის მსოფლიო საპატრიარქოს ბიოეთიკის კომისიის თავმჯდომარე იყო განსვენებული მიტროპოლიტი პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, რომელიც ქართველი მორწმუნეებისთვის და თეოლოგებისთვისაც ცნობილია, ხოლო 2018 წლიდან კომისიას სათავეში ჩაუდგა ამჟამად ავსტრალიის არქიეპისკოპოსი მაკარიოსი, რომლის მესვეურობითაც ამ წლის ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში გაიმართა სამდღიანი სიმპოზიუმი კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის თემაზე და თქვენ ხედავთ პოსტერს, ლურჯი ფერით გვაქვს ეს პოსტერი და ამ კონფერენციაში მონაწილეობის პატივი მეერგო მეც და საკმაოდ აქტუალური თემები იყო დღეისათვის განხილული და აი რაც ვახსენეთ ის საკითხები ტექნოლოგიური გამოწვევებზე და ეპოქის ნეოფილოსოფიაზე, აი ამ კონფერენციაზეც საკმაოდ ფართოდ განვიხილეთ. თუმცა მანამდეც ბევრი მცდელობა იყო ამ თემებზე საუბრის, თითოეულს აღარ ჩამოვთვლით, თუმცა აი ხედავთ თქვენ შამბესში ჩატარებული კონფერენციის მასალების გამოცემას, 2002 წლის არის ეს, ასევე 2000 წელს თუ სწორად მახსოვს, ახლა კონსტანტინოპოლში ჩატარდა ერთი დიდი კონფერენცია სიმპოზიუმი ბიოეთიკის თემებზე. ხოლო მესოგეას და ლავრიოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ხაჯი-ნიკოლაუ, რომელთან ერთადაც დღეს ფოტოზე მხედავთ კონფერენციაზე იმყოფებოდა ესეც ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე და გახლავთ ბიოეთიკის ელადის მიზნი არის მე რასაც ვიტყვი. მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახლავთ საბერძნეთის ეკლესიის ბიოეთიკის საბჭოს წევრი და ასევე ნაშას ყოფილი თანამშრომელი და მკვლევარი და ის ამბობს ბიოეთიკის და ზოგადად ტექნოლოგიების თემებთან დაკავშირებით, რომ
ცხადია პასუხები საჭიროა, ვციტირებ, მაგრამ ჩვენ ხალხს მზა პასუხებს და პოზიციებს არ მივართმევთ ირიბად თავს მოსახვევად, არამედ მიმართულებების მიცემას მივიჩნევთ საჭიროდ. აქცენტს ადამიანზე ვაკეთებთ და არა რეცეპტებზე. პასუხებზე პასუხისმგებლობა თავად მას ეკისრება, ხოლო თანადგომის პასუხისმგებლობა ჩვენზეა. რა თქმა უნდა, გარკვეულ თემებზე ადამიანსა და ღმერთთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ არის ისეთი ახალი პრობლემებიც დაფიქრებას, გადამუშავებას, მოთმინებას და სწავლის განწყობას რომ მოითხოვს. თანაც ისეთი ფაქიზი თემებია, ვერც ერთი ბრძენი დღესაც რომ ვერ გაცემს პასუხს. აი სწორედ ასეთი დამოკიდებულებით აიხსნება, რომ ძალიან ხშირად ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის და ოქმებსა და დებულებებში აღნიშნულ თემებზე ვერ შევხვდებით მკაცრ აკრძალვას, არამედ ანალიზს ამ საკითხების და პასუხისმგებლობის მინდობას ადამიანისადმი, რომლის პიროვნულ თავისუფლებასაც ეკლესია იმთავითვე ღრმად სცემს პატივს. რომის კათოლიკურ ეკლესიასაც ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტექსტები ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით რეპროდუქციულ თემებს ეხებოდა ეს საკითხები. ხედავთ, რომ პაპი პავლე მე-6-ის ეპისტოლე 1968 წლის ახსენებს ამ საკითხებს, შეგიძლიათ მოიძიოთ დაინტერესებულმა პირებმა, აქ აღარ მოიხსენიებ დეტალებს. ასევე პაპ იოანე პავლე მე-2-ის ეპისტოლე 1995 წლის ეხება ამ საკითხებს. ვისაც სურს ჩაინიშნოს, აი ახლა 2 წუთით გავაკეთებ პაუზას, ჩავინიშნოთ და გავაგრძელოთ. კი ბატონო, გავაგრძელოთ. ახლა მცირედ რომ ითქვას, საქართველოს წარსულზე, ისტორიაზე რა ფონი ედო წინ საქართველოში ბიოეთიკის როგორც ინტერდისციპლინარული კვლევის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში საკმაოდ ძველი ეპოქიდან არსებობდა ტრადიციული მედიცინა. ჩვენ ფოტოზე ვხედავთ ხევსურ დასტაქარს მგელი კალიქოკელს. საკმაოდ ცნობილია, სხვათა შორის ეროვნულ ბიბლიოთეკას უდევს საინტერესო ფოტოები ხევსურ დასტაქრებზე და მკურნალებზე. ფრაგმენტი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, გელიკასთან არ არის კავშირში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტია ერთ-ერთი კარაბადინიდან, ძველი ქართული სამედიცინო კრებულიდან და ვიტყვით აქ თუ რატომ გამოვიტანეთ ესე გამოყოფით და რატომ მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ, თუმცა მანამდე მინდა რომ რამდენიმე ფრაგმენტი მოვიხსენიოთ ძველი ტრადიციული მედიცინიდან, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, აი ბიოეთიკის საკითხებისთვის. ქართული სამგლოვიარო პოეზიიდან და მითოლოგიური სურათხატებიდან გარკვევად ჩანს, რომ სიკვდილი ადამიანისთვის, ქართველი ადამიანისთვის არ წარმოადგენდა საბოლოო წერტილს და დასასრულს, ხოლო შვილოსნობა, ნაყოფიერება, რეპროდუქციული თემები საინტერესოდ არის წარმოდგენილი ქართულ ხალხურ ზღაპრებში. განსაკუთრებით სამი ვაშლის მოტივის ზღაპრებში. არის ასეთი მოტივი, რომელიც მეორდება სხვადასხვა მხარის და სხვადასხვა პერიოდის ზღაპრებში. ასეთ ზღაპრებში უშვილო წყვილს ღვთისშეწევნით და საკუთარი მონდომებით, ანუ არაპასიური მოლოდინი, არამედ სასწაულთმოქმედი ხის საძებნად წასვლა, ან რომელიღაც ბაღში, რომელიღაც ნაყოფის მოწყვეტა და მისი მიღება. ანუ შეიძლება ესეთი სასწაულთმოქმედი ხე დღეს უკვე მედიცინა იყოს ჩვენთვის, ხო? ნანატრიშვილი უჩნდება ასეთ წყვილს, თუმცა გაუთვალისწინებლად და იმავე ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლს ვთქვათ, რომლისთვისაც წავიდნენ ამ რაღაც 60-ის ბაღში რომ მოეწყვეტათ, სხვა წყვილიც იღებს შემთხვევით ამას და მასაც უჩნდება შვილი, რომელიც პირველი წყვილის პირმშოს ზედმიწევნით გავს. აქ უკვე აი ხელოვნური განაყოფიერების და ემბრიონების დილემა გვახსენდება, ხო? დღეს უკვე ეკლესია ძალიან აქტიურად საუბრობს ამაზე, რომ რა უნდა მოხდეს აი ამ გაყინულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ დილემური საკითხია და რომელიც ბევრად ცდება წყვილის მიზნებს იყოლიონ ერთი შვილი, ანუ 2, ხო? რამდენი ტყუპი შეიძლება დაიბადოს ერთჯერადად.
ასე რომ ესეც ერთგვარი დილემური მომენტია და საკმაოდ საინტერესოდ არის აი ამ ძველ ცნობიერებაში ასახული. რა თქმა უნდა, ამას კავშირი არ აქვს დღევანდელ ინვიტრო მედიცინასთან, თუმცა შეიძლება რომ ერთ-ერთ საინტერესო ესე შემზადებად დავასახელოთ. ძალიან საინტერესო ცნობებს ვიღებთ სამედიცინო დეონტოლოგიაზე, ხევსურეთის მასალებიდან სხვათა შორის. აი ჩვენი წინა შეხვედრა იყო მამასაბასთან, რომელმაც ფსიქოლოგიაზე ისაუბრა, ხო ძალიან საინტერესოდ და კარგი ინფორმაცია მოგვაწოდა. ფსიქოლოგია რამდენად ჩვენც ვახსენოთ, რომ ბიოეთიკა თანამშრომლობს მენტალურ მედიცინასთანაც, ხო? ფსიქოლოგია აი იკვეთება ბიოეთიკასთან კარგად, იმიტომ რომ აი ზუსტად ქართული მასალები, რომელსაც ახლა ვახსენებ, აქცენტს აკეთებს თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მის ექიმთან დამოკიდებულებას, ექიმის ურთიერთობას მასთან. აქაც ხევსურეთის მასალებია საინტერესო და ისიც კი არის განსაზღვრული, როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი. ჩანასახი აქვს უკვე სამედიცინო დეონტოლოგიის ექიმის და პაციენტის ურთიერთობის, რომელზეც სხვათა შორის მერე უკვე სადღაც 2000-იან წლებში ჩამოყალიბდება საგანგებო კანონი და შეგიძლიათ ეს კანონი ციხილოთ ბიბლიოგრაფიაშია მოცემული. როგორია კარგი ექიმი? აქიმი ხვაშიადისა შემნახავი, მოყვარული და ერთგული ხამს და თუ ისეთი არა იყოს, თავისა მტერი ქმნების და სახლად არა შეიშვების. აქიმი წყნარი და მეცნიერი, მორწმუნე და ხელსვიანი ხამს, ხელმარჯვენ და იქმნების, რომელ მეცნიერიცა იყოს, მაგრამ ხელმძიმე და საძულველი და არავის უყვარდეს. ანუ რამდენი ცოდნაც არ უნდა გქონდეს, თუ ისეთი მძიმე პიროვნება ხარ და პაციენტს პატივისცემით არ ეპყრობი, არავის ეყვარები, ამას ამბობს. თუ მეცნიერება სრულად იცოდეს თავისი საქმიანი და ხელსუბუქი და საყვარელი აქიმი, ღმრთისაბრძანებაი, რაც არს მისცემს ავადმყოფსა, სნეულსა შეერგების მისისა ხელისაგან. და თუ ხელმძიმე იყოს რაზომცა მეცნიერი, ეგრეცა გვანაც ერგების მისისა ხელისაგან ღმრთისა ბრძანებითა. ანუ აქ ვხედავთ ძალიან საინტერესო შერწყმას თავისი პროფესიის ფაქტობრივი ცოდნის და რწმენის. და ასევე ძალიან კარგად არის მოცემული ექიმის და პაციენტის ურთიერთობის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ურთიერთობის მნიშვნელობა. ну საქართველოში საკმაოდ საინტერესო კრებულები გვაქვს კარაბადინების სახით. თუმცა მანამდე ვიტყვით, რომ ეს კარაბადინები, ვიდრე შევეხებოდოთ უშუალოდ რამდენიმე ნაწყვეტს კარაბადინიდან, ესენი მკურნალს ურჩევენ, რომ სნეული არ შეაშინოს და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნოს, რათა სნეულება არ შემოbrunდეს. და სვანეთში მიღებული იყო პრაქტიკა, რომ ავადმყოფისთვის ღამე ეთიათ. რაც ოჯახის წევრებს დასვენების საშუალებას აძლევდა, ავადმყოფს კი ამხნევებდა და მშაბნელ ფიქრებთან დარჩენის საშუალებას არ აძლევდა. და ეს ძალიან გვაგონებს თანამედროვე მეთოდს, აი პალიატიური მოვლის, ბოლო სტადიაში მყოფი ავადმყოფებისთვის შემსუბუქების, როდესაც მათი ასე ვთქვათ, სრული კურნების იმედი არ არის, მაგრამ მათ ვუმსუბუქებთ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ ქართული სამედიცინო წიგნები აქცენტს აკეთებენ პირადი მონაცემების და საიდუმლოს დაცვაზეც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია დღევანდელ სამედიცინო ეთიკაში. და ექიმის და ავადმყოფის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ელემენტია ეს. უსწორო კარაბადინში მოყვანილია შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით რთულ ავადმყოფს, მაგალითად სიმსივნით დაავადებულს, ექიმი ხელს აღარ კიდევდა და შესაძლოა ეს ჩავთვალოთ პასიურ ევთანაზიათაც, რომელიც აქტიურისგან განსხვავებით ითვალისწინებს უბრალოდ მკურნალობის შეწყვეტას. აქტიური ევთანაზია უკვე კრიმინალად ითვლება ქვეყნების უმრავლესობაში, შვეიცარია არ ვთვლით ამ შემთხვევაში და ითვალისწინებს ინექციის შეყვანას, ხოლო პასიური უბრალოდ მკურნალობის შეწყვეტაა. სამედიცინო საქმიანობის საინტერესო მაგალითები გვხვდება წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც, რომელიც გვამცნობს, რომ მამათა მონასტრებში მიღებული იყო სნეულთა მიღებაც და რასაკვირველია, იქ იგულისხმებოდნენ ქალი სნეულებიც. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ეკლესიის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, როგორც ზოგადი ღირებულებისადმი განურჩევლად სქესისა და მდგომარეობისა.
მე-16 საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერში, აი აქ რომელიც გამოვიტანეთ ახლა საგანგებოდ, უკვე ჩანს სამეცნიერო ცოდნის ჩანასახები და აღნიშნულია არ დაორსულებაი და შვილის არ მიცემაი მამაკაცისგან იყოს თუ დიაცისგან. ანუ აქ უკვე დედაკაცს აღარ მიეწერება ავსულთან კავშირი სხვადასხვა შეცოდება და უშვილების რეალურ მიზეზებზე არის საუბარი და შეგიძლიათ ეს იხილოთ ქართულ სამედიცინო ხელნაწერთა კატალოგში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის გამოცემაში და ეს გამოცემაც მოცემული გაქვთ ბიბლიოგრაფიაში, ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხები. ახლა რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას. ტექნოლოგიურ პროგრესთან ჯერ აღნიშნავ, რომ საქართველოს ეკლესიას ესეთი სინოდალური ოქმები, დადგენილებები, როგორც საბერძნეთის ეკლესიას არ აქვს გამოცემული. აღნიშნულ თემებზე მსჯელობის აღარ ჩანასახს ხედავთ პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის დასაწყისში განსაკუთრებით პირველი 10 წლეულის განმავლობაში და შემდეგაც 90-იან წლებში ეპისტოლეებში. აქ ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით არის პატრიარქის ძირითადი გზავნილები. ერთი ის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი სამყაროს საიდუმლოებებს განგვიცხადებს და ამგვარად შემოქმედთან გვაახლოვებთ. ეს პოზიცია არის 99 წელს გამოთქმული. პარალელურად ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანი ეკლესიას დააშორა და ილუზია შეუქმნა, რომ საკუთარი ძალებითაც ბედნიერად იცხოვრებდა. კაცობრიობა, რომელმაც იმედი ადამიანის შესაძლებლობებზე დაამყარა, ბოროტის მოხეში გაება. ეს არის უკვე 1992 წლის მთავარი პათოსი ეპისტოლის და ხოლო 1993 წლის ეპისტოლეში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ადამიანი პერიფრაზირებს, ამ შემთხვევაში შინაარსს მომყავს, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ეპისტოლეებში, ადამიანი თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს მოუმზადებელი შეხვდა, სულიერი განვითარება ბევრად ჩამორჩა ტექნოლოგიურს და შედეგად დიდი დისბალანსი მივიღეთ. ესეთი იყო ილია მეორის პოზიციები აი 90-იან წლებში ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით. ფოტოზე ხედავთ მცხეთის სემინარიის პერიოდის პატრიარქს. საბჭოთა პერიოდის დროს საქართველოში ჩამოსული იყო, ახლა რაც შეეხება რეპროდუქციის და ადამიანის ჯანმრთელობის თემას. ჩამოსული იყო ცნობილი ემბრიოლოგი რობერტ ედვარდსი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე შეხვდა მას და ახალ ტექნოლოგიებზე ისაუბრეს. იგულისხმება რეპროდუქციული მედიცინის ახალი ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, და მას შემდეგ უკვე რამდენიმე 10 წლეულის შემდეგ უკვე 2014 წლის ეპისტოლეში, საშობაო ეპისტოლეში უკვე საკმაოდ მკაცრი კრიტიკა იყო გამოთქმული ხელოვნური განაყოფიერების თემაზე პატრიარქის მხრიდან. რაც იძლევა საფუძველს რომ ვთქვათ, რომ ძალიან საჭირო იქნება ამ საკითხების სინოდალურ დონეზე განხილვა დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად და ამ საკითხების კიდევ ერთხელ დაყენება და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, რისი საჭიროებაც განსაკუთრებით გვაქვს ამ სფეროს მკვლევარებს. რაც შეეხება საქართველოს ბიოეთიკის ეროვნულ საბჭოს. საბჭო 2000 წლიდან არსებობს, საბერძნეთის ეკლესიისგან განსხვავებით, საბერძნეთის ეკლესიაში არის ცალკე ეკლესიის საბჭო და ცალკე ეროვნული საბჭო. საქართველოში არის მხოლოდ ეროვნული საბჭო და მასში წარმომადგენლობითი ხასიათით არიან, წარმომადგენლობითი სახით არიან სასულიერო პირებიც. ეს ეროვნული საბჭო 2000 წლიდან არსებობს. მისი მიზანია ბიომედიცინის სფეროში ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვა. საბჭოს შექმნას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფის საქმიანობა პროფესორ გურამ კიკნაძის ხელმძღვანელობით. ამავე ჯგუფის წევრი გახდა საბჭოს ახლანდელი თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი, რომელთან აქტიური თანამშრომლობის პატივიც მერქო სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის დროს. ზემოხსენებულმა ჯგუფმა მოამზადა საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს შექმნის საფუძველი და პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის ბრძანებულება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის ბრძანება, 276 ბრძანება, აი ამას ითვალისწინებდა საბჭოს შექმნას. ამ უკანასკნელი მოხსენიებული ნორმატიული აქტით 2000 წლის გულისხმობ დამტკიცდა საბჭოს დებულება და შემადგენლობა.
ამავე ჯგუფის მომზადებული იყო სამართლებრივი საფუძვლები ჯანდაცვის და ბიომედიცინის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად და ხედავთ თქვენ ჩამოთვლილ კანონებს, რომლებიც შეგიძლიათ მაცნეჯიზე იხილოთ საიტზე, ესეც მითითებულია ბიბლიოგრაფიაში. აღნიშნულ კანონებს ბიოეთიკის ეროვნული საბჭო ხშირად ეყრდნობოდა სხვადასხვა რეკომენდაციის მომზადებისას და საბჭოს შექმნა წინ უსწრებდა ანალოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბებას ევროპის ბევრ ქვეყანაში. გერმანიაში 2000 წელს ჩამოყალიბდა, ავსტრიაში 2001 წელს ჩამოყალიბდა, შვეიცარიაში 2001 წელს, ირლანდიაში საერთოდ 2002 წელს. ამ მხრივ ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე და არამც თუ კვალდაკვალ მივსდევდით მსოფლიო პროცესებს, არამედ წინაც კი ვუსწრებდით რამდენადმე. საქართველოს ბიოეთიკის ეროვნულ საბჭოს დაარსების დღიდან მომზადებული აქვს 108 რეკომენდაცია. საბჭომ პირველი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მონაცემები მოწოდებულია 2014 წლის აღწერით, თუმცა მას მერე არ მსმენია, რომ რამე ახალი რეკომენდაცია შემუშავებინოთ და თუ ამაზე მივიღებ ინფორმაციას აუცილებლად ამაზე მოგვიანებით რაიმე მასალას მოვამზადებ. საბჭომ პირველი რეკომენდაცია 2000 წელს მოამზადა და ეხებოდა ეს რეკომენდაცია იეღოვას მოწმესათვის მკურნალობის მიზნით შხლის გადასხმის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს, ხოლო ბოლო რეკომენდაცია 2014 წლის თებერვლით თარიღდება და შეეხება სუროგატული დედობის ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულაციას. მთელი ეს საკითხები, სუროგაცია, შხლის გადასხმა, სამედიცინო სფეროს საკითხები არის აქ მთელი დეტალები, ტრანსპლანტოლოგიაც, მათ შორის ღეროვანი უჯრედები. რა თქმა უნდა შემეძლო რომ ამაზე დეტალები მეთქვა, მაგრამ ვთვლი რომ ეს განსაკუთრებით საინტერესო არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ლექცია არის ზოგადი მიმოხილვითი სახის და თარიღებში შეგიძლიათ იხილოთ, ფაილებში იქნება მოწოდებული, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ბიოეთიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები და მათ შორის პირველი გადანერგვა ორგანოების და ასე შემდეგ. ბევრი სხვა საინტერესო ფაქტი და მნიშვნელოვანი ფაქტი. თუმცა, როცა საუბრობთ საქართველოში ბიოეთიკის განვითარებაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი კონკრეტული უნიკალური შემთხვევა, როგორიც არის კლონირება. აი, თქვით, რომ საქართველოში ბიოეთიკის საბჭოს შექმნა წინ უსწრებდა, თქვათ, ევროპაში ბევრ ქვეყანაში საბჭოს შექმნას და ამ შემთხვევაშიც, როდესაც გივი ჯავაშვილმა გურამ კიკნაძემ, რომელიც ვახსენეთ, როდესაც მათმა ჯგუფმა შეიტყვეს, რომ მზადდებოდა ოვიედოს კონვენცია, რომელიც სხვათა შორის ერთადერთი სავალდებულო ხელმოსაწერი დოკუმენტია ყველა ქვეყნისთვის, ბიოსამედიცინო კვლევას ეხება, როცა შეიტყვეს, რომ ეს მზადდებოდა და აპირებდნენ კლონირების აკრძალვას, წინ უსწრეს და საქართველოში რამდენიმე თვით ადრე უკვე აკრძალეს კლონირება ჯანდაცვის კანონით. ჯანმრთელობის დაცვის კანონი 1997-18 წლის. მთავარი ფუნდამენტური კანონია ჯანდაცვის სფეროში. და ამ აკრძალვას საძირკველი შეუქმნა დოლის წარუმატებელმა ექსპერიმენტმა. ვიცით, რომ დოლი იყო ცხვარი, რომელიც კლონირებით შეიქმნა და რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, დაიღუპა დოლი. და სხვათა შორის აიკრძალა რეპროდუქციული კლონირება და არა თერაპიული ბევრ ქვეყანაში. თერაპიული კლონირება იგულისხმობს, რომ შეიძლება შეიქმნას ორგანო გადანერგვისთვის, ტრანსპლანტოლოგიისთვის, როდესაც რეპროდუქციული გულისხმობს უშუალოდ ადამიანის კლონის შექმნას, რაც აკრძალულია, მაგრამ საქართველოს აკრძალა ნებისმიერი სახის კლონირება და სხვათა შორის ამ საკითხზე თუ რატომ აიკრძალა, ერთი საინტერესო სტატია არსებობს, Slippery Slope ქვია, არის ციცაბო დაღმართი, ერთ-ერთმა მკვლევარმა დაწერა ამერიკელმა და იქ ნახსენებია, რომ თუ ადამიანი ვთქვათ ერთხელ ერთი სახის კლონირებას დაიწყოს, მერე იქიდან ძალიან ცოტა არის დარჩენილი რეპროდუქციურ კლონირებამდე, ამიტომ ძალიან საფრთხილოა ზოგადად ნებისმიერი სახის კლონირება. ეს მინდოდა რომ აუცილებლად მეთქვა. ზოგადად საქართველოს 2000-იანი წლებიდან ყველა ევროპული ორგანიზაციის წევრია, ევროპის საბჭოს კომიტეტის წევრია, ასევე გაეროში აქვს გაკეთებული გამოსვლები ჩვენს მეცნიერებს ამ დარგში და ძალიან აქტიურად მისდევდა ყოველ შემთხვევაში დღემდე ამ პროცესებს.
საქართველოში ბიოეთიკის მნიშვნელოვან თარიღებს ახლა ცალკე აღარ გავჩერდები, იმიტომ რომ ფაილებშიც გამოგზავნეთ, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ, იგივე რაც ახლა ეკრანზე მაქვს გამოტანილი, ფაილებშიც იქნება გამოგზავნილი. ახლა მე შევწყვეტ პრეზენტაციას, მინდა რომ კიდევ 2-3 სიტყვით რამდენიმე დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ ჩვენი შეხვედრა დიალოგის სახით. მოკლედ, უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ქართულ მედიცინაზე როდესაც ვსაუბრობდი, განსაკუთრებით გამოვყოფდი და ფსიქოლოგიაზეც, რომელიც ჩვენი წინა შეხვედრის თემა იყო მამასაბასთან. გაბრიელ ქიქოძეს აქვს მე-6 თავში წრისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების ესეთი საინტერესო ფრაგმენტი, რომ ტვინის ფუნქციონირებას უკავშირებს ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. დიახ, მამა ეფრემს მივცემთ სიტყვას და შემდეგ გავაგრძელებ. არა, ბოდიში გააგრძელე, ნინო, ბოლოს ვიტყვი. კი, მოკლედ გაბრიელ ქიქოძე ჯერ კიდევ იმ ეპოქაში უკავშირებს ადამიანის ფსიქოლოგიას და ტვინის ფუნქციონირებას ერთმანეთს და ზოგადად ტვინზე ასეთი აქცენტის გაკეთება საკმაოდ პროგრესული ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ დღეს უკვე ვიცით, რომ ეკლესია აქტიურად საუბრობს თუ რომელი კრიტერიუმი უნდა იყოს აღქმული სიკვდილის საბოლოო დადასტურებად, გული თუ ტვინი, დღეს ვიცით, რომ მედიცინაში ითვლება ტვინის გარდაცვალება არის საბოლოო და ამაზე საბერძნეთის ეკლესიამ გააკეთა აქცენტი თავის დადგენილებებში, რომ ძალიან ფრთხილად უნდა შემოწმდეს და დადასტურდეს ადამიანის გარდაცვალება ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტის საფუძველზე, რათა ჩვენ შევძლოთ ორგანოთა გადანერგვაზე საუბარი და მერე უკვე საბერძნეთის ეკლესია მაგალითად ტრანსპლანტოლოგიას მიესალმება და ამბობს, რომ ფიზიკურად იხსნის იგი მიმღებს, ხოლო სულიერად გამცემს დონორს. ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ტვინის სიკვდილი უნდა აუცილებლად გადამოწმდეს, ანუ ალტრუიზმის და მოყვასისთვის მსხვერპლის გაღების პრინციპს ეყრდნობა, ოღონდ ტვინის გარდაცვალების კრიტერიუმს მიიჩნევს ძალიან საფრთხილად. ჯერ კიდევ მაშინ გაბრიელმა ტვინის მნიშვნელობა მაშინ განსაჯა და განსაზღვრა. და კიდევ ერთი ევთანაზიასთან დაკავშირებით მეკითხება ძალიან ბევრი ხოლმე შეიძლება მე კიდეც დაიშვას შეკითხვა და ჩვენ საქართველოს ეკლესიაში არ გვაქვს კონკრეტული დადგენილება ამაზე, თუმცა საბერძნეთის ეკლესია მაინც მართლმადიდებელი ეკლესია და არ მგონია რომ საქართველოს ეკლესიას რამე განსხვავებული ქონდეს ამაზე. საბერძნეთის ეკლესიამ გარკვევით თქვა, რომ სიკვდილი, რომელიც ადამიანის არჩევანია და არა ბუნებრივად დამდგარი, რაოდენ კეთილის არ უნდა იყოს ევ და თანატოს, ანუ ევ ბერძნულად კეთილის სათნო მისაღები, რაოდენ კეთილის არ უნდა იყოს სიკვდილი, ეკლესიისთვის მიუღებელია, იმიტომ რომ სიკვდილის მომენტი არის წმინდა და არ შეიძლება მისი დესაკრალიზაცია და აქ მე მივდივართ ტკივილის ფენომენთან, ადამიანის ღირსების გააზრებასთან და აქ შემოდის უკვე ძალიან ღრმა თეოლოგია. მე მოვინიშნე რამდენიმე დეტალი, სულ 2 წუთში დავამთავრებ ჩემს მოხსენებას და შემდეგ შეგვიძლია რომ დიალოგზე გადავიდეთ. ხო, ეკლესია განსაკუთრებს მნიშვნელობას ანიჭებს კონკრეტულად საბერძნეთის ეკლესია პაციენტის თანხმობას და აბსოლუტურად ყველა თემაზე. კონკრეტულად ეხებოდა ეს დადგენილებები კლონირებას, დემენციას, ტრანსპლანტოლოგიას, ხელოვნურ განაყოფიერებას და ევთანაზიას. ყველგან აბსოლუტურად ფიგურირებს ეს პაციენტის თანხმობის, ანუ მისი თავისუფალი ნების, მისი ავტონომიის პრინციპი. საბერძნეთის ეკლესია ვუწოდებთ ამას ავტონომიას თუ თავისუფალ ნებას საღვთისმეტყველო ენაზე, აბსოლუტურად იზიარებს მას, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს თვითნებურად თავისით გადაწყვეტილება ძალდატანების გარეშე და ამის მაგალითად მოყავთ, მაგალითად იშვიათი პათოლოგია, როდესაც ბავშვები იბადებიან ჩვილები თავის ტვინის გარეშე და ამბობს, რომ ამ ბავშვებისგან ჩვენ არ შეგვიძლია ორგანოების აღება, იმიტომ რომ მათგან ვერ ავიღებთ ვერც მათი ფიზიკური მდგომარეობის და ვერც მასი ასაკობრივი მდგომარეობის გამო ვერ ავიღებთ თანხმობას. ანუ ეკლესია პატივს ცემს ძალიან ადამიანის თავისუფალ ნებას
და ბოლო, რომელსაც შედაგპირდით, თქვენს კითხვაზე მინდა ვუპასუხობთ და აქედან უკვე ძალიან ბუნებრივად გადავიდეთ დიალოგზე. თქვენს კითხვაზე, რომელიც დამიშვით ეგრეთ წოდებულ ჰეტეროლოგურ განაყოფიერებასთან, ან უცხო დონორის ინვიტროსთან დაკავშირებით და გითხარით, რომ მოკლედ გიპასუხებდით, მაგრამ არ ვიცი თუ იმყოფება კითხვის დამსმელი, მაგრამ მომავალ ლექციაზე განვიხილავდით. საბერძნეთის ეკლესიას აღნიშნული აქვს, რომ ძალიან ხშირად ამას განიხილავენ როგორც მრუშობად, მაგრამ იმის გამო, რომ ეკლესია ქორწინებას არ განიხილავს მხოლოდ ფიზიკურ საფუძველზე და მისთვის ეს არის ორ პიროვნებას შორის შემდგარი სიღრმისეული კავშირი, პიროვნული და ის მოიაზრებს სიყვარულს, ერთმანეთზე ზრუნვას და ასე შემდეგ, ის სიფრთხილით ეკიდება, ასე აღნიშნული, სიფრთხილით ეკიდება უცხო დონორის ფაქტს, თუმცა არ თulis სწორად ამ სამედიცინო პროცედურაში მონაწილე ადამიანის როგორც მრუშის საეკლესიო კანონით დასჯას არ ვიტყვი, მაგრამ დაქვემდებარებას საეკლესიო სამრევლოს ასჯელის. ითვლება, რომ ეს არ არის მრუშობა, არ აფასებს საბერძნეთის ეკლესია, არამედ უბრალოდ არის საფრთხილო ფაქტი, რადგანაც ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს და მათ შორის ოჯახურ გარემოებებს და მეუღლეებზე ფსიქოლოგიურ გავლენებს მათ შორის. და სულ ბოლოს დავასრულებ იმედით, რომ ამ სიღრმისეულად მოხდება ჩვენ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები მაქვს რა არის ამისთვის საჭირო, თუმცა დავიმოწმებ ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის გივი ჯავაშვილის პროფესორი გივი ჯავაშვილის სიტყვებს, მან თქვა, რომ აი ამერიკაში მაგალითად საჯარო დიალოგი შედგა ჯერ და მე განვითარდა კანონმდებლობა საკითხებზე და ჩვენთან პირიქით, ანუ ჯერ კანონმდებლობა განვითარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ანუ ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად ეს სამედიცინო კანონიც განვითარდა და შემდეგ ეხლა ველოდებით საჯარო დიალოგის დაწყებას და იმედია ეს საჯარო დიალოგი ძალიან არ დააგვიანებს და საინტერესო შედეგებს მოიტანს როგორც თეოლოგთათვის, ისე სამედიცინო და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელთათვის. ძალიან დიდი მადლობა და ახლა შეგვიძლია უკვე გავხსნათ ჩვენ დიალოგი.